მართია პანჯიკიძეა ფსიქოლოგი, როგორც ჩეკფერდით და მივესალმებით, მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. დილამშვიდობისა. ესე იგი, საუბრობთ სეზონურ დეპრესიაზე, ყოფითი პრობლემების დაძლევაზე და სტრესის დაძლევაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება შეიძლება იყოს არტ-თერაპია. ანუ ადამიანის ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ მაინც ვარდება სტრესულ სიტუაციაში და სტრესთან გამკლავებას ყველა სხვადასხვა გზით ცდილობს. არტ-თერაპია კი ამ შემთხვევაში გვეხმარება, რომ სტრესი დავძლიოთ ხელოვნების საშუალებით. პირველ რიგში რა ვისაუბროთ არტ-თერაპიის მნიშვნელობაზე. არტ-თერაპია არ გახლავთ, ეს უნდა გავმიჯნოთ, ხო არტ-თერაპია შეიძლება იყოს ერთგვარი თვითმკურნალობა თუ აქციოთ, იმიტომ რომ კარგი წიგნის წაკითხვა თუ კარგი ფილმის ნახვა, კარგ სპექტაკლზე დასწრება, თავისთავად იწვევს ჯანსაღ გრძნობებს. ხო გააჩნია კიდე განსაკუთრებით კომედიები, ხო მაინც თუ გაგაცინა უკვე გამოგიყვანა მდგომარეობიდან ან რაღაც სილამაზესთან ზიარება. ასე რომ არტს ჩვენ ვეზიარებით ყოველ დღე და ყოველ დღე ვიკურნებით, ასე ვთქვათ. თუმცა დაავადებად შეგვიძლია, იმიტომ რომ ესეთი უარყოფითი გავლენებიც გვახსოვს ხოლმე, ხო? ისი რა ქვია, ჩვენ ახალგაზრდობაში გადიოდა ერთხელ ამერიკაში თუ რაღაც ეგეთი ფილმები და მე ყველა ბიჭი ასე იცვამდა და ასე კლავდა ერთმანეთს, ასე რომ ხელოვნებას დაზიანება შეუძლია. მაგრამ არტ-თერაპია არ გახლავთ არავითარ შემთხვევაში ხატვის გაკვეთილი, ხანდახან გონიათ ხოლმე, რომ ეს არის რაღაცა მასწავლებლობა, რომ შენ ასწავლი რაღაცის კეთებას და მე ის უბრალოდ შემოქმედი ხდება. ამ დროს აქ არის სრულიად გამიზნული ტექნიკები, რომლითაც ხდება სულში სადინარების გახსნა და ამითი არის ეს მნიშვნელოვანი პროცესი ძალიან, რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლევამოსილი თერაპია ფსიქოლოგიურ თერაპიებს შორის მე ასე ვთვლი და ასეც გამომიცდია. ეხლა რა სხვაობა არის ამაში, რომ აი მაგალითად ამასწინათ ერთ-ერთმა ჩემმა ძალიან საინტერესო პაციენტმა, რომელსაც ძალა სასიცოცხლო ჰქონდა სრულიად დაშრეტილი, ერთ-ერთი ტექნიკისას, ზღვის დახატვისას, ცარიელ დიდ თეთრ ქაღალდზე დახატა მხოლოდ 5 ცალი შავი ტალღოვანი ზოლი. და რო შეხედავდი შორიდან, ეს იყო ზღვა. იყო ულამაზესი, გავდა რაღაც იაპონურ გრავიურას, იმიტომ რომ იაპონური მე-15 საუკუნის მხატვრობაც კი თუ გინახავთ, გეგონებათ 21-მე-20 საუკუნის მხატვრობა იმდენად თანამედროვე და სხვანაირია ქრისტიანული ცივილიზაციის მხატვრობისგან განსხვავებული. იყო ულამაზესი, მაგალითად ამას ხატვის და ხელოვნების მასწავლებელი ასე დაატოვებდა და მეც შევაქე ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩემთვის როგორც თერაპევტისთვის იქ სხვა რაღაც ხდება მნიშვნელოვანი, ვიდრე ნაწარმოების ღირებულება. თუმცა დროთა განმავლობაში ეს ნაწარმოები ღირებულებას იძენს ხოლმე და მით უმეტეს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ დღევანდელი ნამდვილი პროფესიული ხელოვნებაც კი ძალიან დაემსგავსა აუთსაიდერების ხელოვნებას და თვითთერაპიას. და რატომ? ბარემ ძალიან ხوار გავაგრძელე. პირიქით, ძალიან საინტერესო. ხო, რატო დაემსგავსა არტ-თერაპიას? ხო, საერთოდ აი ძალიან მოკლედ უხეშად კუბიკებად დავყოფ, ასე ვთქვათ, ხო? ხელოვნება წარმოიშვა საერთოდ ზოგადად სიკვდილის და სიკვდილთან და უკვდავებასთან დამოკიდებულებით, ხო? სიკვდილთან და ღმერთთან. გინდაც ეს იყოს ეგვიპტური პირამიდა თუ შემდეგ უკვე საეკლესიო მხატვრობა თუ საკულტო ნაგებობები. აქედან გამომდინარე ყველა რელიგიურ სივრცეში განვითარდა პირველ რიგში აქედან ხელოვნება. და მაშინ ხელოვნება იყო მიძღვნითი ღმერთისთვის აბსოლუტური რწმენით გამსჭვალული, რომ ჩვენ ვიცით სად არის ღმერთი, ვიცით როგორია ღმერთი და მას სადღაც ტრანსცენდენტურად უძღვნით ზეცაში ამ ყველაფერს. იმპრესიონისტებმა ეს დაარღვიეს და დაირღვა სხვათა შორის ეს მწერლობაშიც. მანამდე მწერლებიც იყვნენ ღმერთები, მესამე პირში წერდნენ აუცილებლად და მათ იცოდნენ ყველა პერსონაჟის გულში რა ხდებოდა. და პირველად ფრანგმა მწერალმა სტენდალმა მე-19 საუკუნის ბოლოს დაარღვია ეს და დაიწყო პირველ პირში წერა. სუბიექტური გახდა უკვე მისი თვალთახედვით. აი ასევე იმპრესიონისტებმა დაიწყეს ყველაფრის ხატვა. ანუ დაიწყეს ხატვა, ღმერთი არის ყველგან, ჩვენ შეგვიძლია ყველგან ვიპოვოთ და ის ღირებულია ყველგან. მე შემიძლია ვხატო საროსკიპოც, ბუნებაც, პეიზაჟს, ყველაფერი. და დღევანდელი თერაპია გახდა თვითჩაღრმავებული, იმიტომ რომ ადამიანმა ფილოსოფიურად შეიგრძნო, რომ ღმერთი არის ჩვენში. მაგრამ ამავე დროს ადამიანმა შეიგრძნო თავისი ტყვეობა. და აქედან გამომდინარე ის იკვლევს თავის ტყვეობას და აი ამ ტყვეობის მიღმა სად არის თავისუფლება. აქედან გამომდინარე ჩვენს პაციენტებს დღეს გავუჩნდათ ძალიან დიდი შანსი და იყიდება კიდეც ძალიან ბევრი
აუთსაიდერი ავტორი, რომლებმაც სამწუხაროდ ცხოვრება ფსიქიატრიულში დაასრულეს და მხოლოდ ეხლა იყიდება მათი ნახატები როგორც პროფესიული ხელოვნების დონეზე, მაგრამ ბევრი სახელი გაგონილიც გექნება და ბასკია მაგალითად ძალიან პოპულარულია ჰენრი დარჯერ, ბევრი მათგანის სახელი დღეს არის ცნობილი როგორც პროფესიული მხატვრის ლომის. ესე იგი თქვენ ამბობთ რომ თერაპია იქცა პროფესია ძალიან ბევრისთვის. უკვე აუთსაიდერ მხატვრებს გაუჩნდათ ძალიან დიდი შანსი. მაგრამ ისეთ ძიმე დაავადებებზე საუბარი ჩვენ მაინც დეპრესიას უნდა დავუბრუნდეთ ეს რაც დეპრესია უმძიმესი დაავადებაა, იმიტომ რომ დეპრესიას ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში როგორც იყენებენ და უხასიათობას და ოდნავ ენერგიის კლებას ეძახიან, სინამდვილეში დეპრესია არის უმძიმესი დაავადება თავისი საშინელი გამოვლენებებით, სხეულებრივი შეკრება. სეზონური დამემატებინა ზამთრის დეპრესიაზე იყო საბა, რომელიც გარკვეულწილად უფრო სინათლის ნაკლეობასთანაც არის გარკვეულწილად დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ჰელიოდეფიციტი. შესაბამისად ალბათ არტ-თერაპიაზე როცა ვსაუბრობთ, უფრო ნათელ ფერებზე და მისგან წამოსულ ეფექტურობაზე უნდა ვისაუბროთ ალბათ. სავარაუდოდ. იმაზე რომ ვისაუბროთ, არტ-თერაპია როგორ შეიძლება დავიხმაროთ სტრესის დაძლევაში ამ შემთხვევაში. თვით თერაპიით ვერ დაიხმარ, იმიტომ რომ ამას ჩვენ დიდი ხანი ვსწავლობთ და ეხლა თქვენ გინდათ თვითონ დაიხმაროთ, ხო? მაგრამ აი ასეთ დონეზე რომ ხელოვნებას ეზიაროთ, თქვათ ამ დროს და უკეთესი ემოციები მიიღოთ, რა თქმა უნდა შეიძლება. და სეზონური დეპრესიის დასაძლევად სხვათა შორის აი ზამთრის კულტურა, ნაძვის ხეების კულტურა, სათამაშოების, განათების, სწორედ რომ იმ ჩრდილოეთის ქვეყნებში დაიბადა, იმპულსი იქიდან მოდის, სადაც ზამთარი იყო გრძელი. და მათ დაიწყეს რიტუალის მოგონება ზამთრის გასანეიტრალებლად, რადგან დღე უფრო მოკლეა ამ დროს და სიბნელე დაამარცხეს, ასე ვთქვათ, ბრჭყვიალა ნივთებით. ასევე შეიძლება გქონდეს რაღაც ჩაის რიტუალი, მერე წავიდეთ კარგ კონცერტზე, კარგ სპექტაკლზე. მე ჩემი მეთოდი მაქვს. მაქვს ყველაფერი ყვავილი, ყველაფერი სრულიად. და ეს ყვავილები ყველა სეზონზე სხვადასხვა ყვავის. ეხლა ზამთარში ყვავის ჩემი ზოგიერთი ოთახის მცენარე თავგამეტებით და დაუზარლად და მე ყოველთვის ვიმუხტები მათი ფერებით და მე ცა ნაცრისფერია თუ არ არის ნაცრისფერი, ეს უკვე ძალიან დაბალანსებულია. ესე თქო ერთგვარი თვითმკურნალობაა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ჩვენი თერაპია. ანუ მე შემიძლია ყვავილები და ბევრი მცენარე სახლში არ მაქვს, მაგრამ ახალი წელი ახლოვდება და ნაძვის ხის მორთვაც თუ ერთგვარი თერაპია. ნაძვის ხეც უკვე მორთული მაქვს. მაშინ წინასწარ. აბა რა ასაკზეა გათვლილი ნათი არტ-თერაპია? ასაკს თუ აქვს მნიშვნელობა, არანაირი მნიშვნელობა. ასაკი და არ აქვს არანაირი მოცემულობა. ეს არის ყველასთვის კარგი. მაგრამ მძიმე დიაგნოზებისთვის არის პირდაპირი ჩვენება. იმიტომ რომ როგორ გითხრათ, აი თუნდაც ბოდვით აშლილობაში აი ის სიმბოლური ენა, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს როგორი სულიერი პრობლემები მაქვს, ჩვენი სიზმრები ყველას ერთმანეთს გავს. და ხელოვნების, ფანტაზმების, ზღაპრების ენა ეს არის სიმბოლური ენა, რომელიც უნივერსალურია. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ამ მეთოდს, მაგრამ არავისთვის არ არის ცუდი, როგორც ახლა თქვენ რო სპა სალონში გაიკეთოთ მასაჟი, მშვენიერ ხასიათზე დადგებით და ტონუსში მოხვალთ, მაგრამ ვიღაცისთვის ორთოპედიული ჩვენებაა, რომ თქვენ კინოზეც საუბრობდით და ასევე საუბრობდით ზოგადად არტ-თერაპიას და არტი მხოლოდ ხატრობას არ მოიცავს ეს თქვით. და ახსენეთ ერთხელ ამერიკაში, მაგალითად, ჩემ პირადი მაგალითის მოყვანით, მე ვიტყოდი შესანიშნავი ეფექტი აქვს მუნჯურ კინოს ძველებურ ფილმებს, თუნდაც ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით. ამაზე რა სიტყვით? ვისთვის როგორ? საერთოდ ხელოვნება ძალიან სუბიექტურია რამ ხრივ, რომ თქვენ მოგწონთ ის წიგნი ან ის კინო, რომელიღაცა თქვენს ცხოვრებისეულ პასუხს ან იმპულსს აძლევს აი მე პაციენტის როლში გადავედი. კი ბატონო. ჩემთვისაც ყველაზე ჩვეული როლია, მე მავიწყდა და მინდოდა შემეხედა. ეს ის შემთხვევა, როცა არ უნდა წამოვიდე და ისე უნდა ესაუბროთ. არა, ხო, წამოწოლა არ არის აუცილებელი. ხო, ანუ შეიძლება დავუშვათ ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულების ლიტერატურული ნაწარმოები დავიკითხოთ ჩვენ ორივემ და რაღაცა სხვადასხვა გახდეს მასში მთავარი, იმიტომ რომ იქ იყოს რამდენიმე თემა, რამდენიმე ხაზი, რომლისგანაც დავუშვათ თქვენი თემატიკა, აი დროჟამის პრობლემა გახდეს თქვენთვის მთავარი. ჩემთვის თქვათ რაღაცა სიკვდილის, სიყვარულის, ასე რომ ერთი და იგივე რამეც კი შეიძლება სხვადასხვა რამის გამო ავირჩიოთ, ის უნდა ჰგავდეს ჩვენ ცხოვრებისეულ კითხვებს. გადაცემის სტუმარი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეა, თუ თქვენთვის საინტერესოა ეს თემა გაწუხებ დეპრესია ან სტრესი და არ იცით როგორ გაუმკლავდეთ მას, მაშინ დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 240 90 29 და დაუსვით ჩვენ სტუმარს თქვენთვის სასურველი ნებისმიერი შეკითხვა. ნათია, თუ არის კურნალობის დაწყებამდე რაღაცა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ პაციენტის შესახებ?
რა თქმა უნდა, ამას ვეძახით ანამნეზის შეკრებას. მე დავრჩი გაღიმებული რა მოკლე მოამბე იყო, ამის მეტი არაფერი მომხდარა დღეს და მოკლე გამოშვება, ცაზე მთელი გამოშვება გვერდით. როცა არ ხდება ამბავი, ეს უკვე არის კარგი ამბავი, როგორც იტყვიან. ხო, რა თქმა უნდა, ანამნეზი აუცილებელია, რომ შეიკრიბოს პაციენტის გარშემო და თუ ჩვენ მას არასაკმარისად ვიცნობთ, მით უმეტეს არც ის ვიცით, საიდან დავიწყოთ, ანუ რომელ საკითხს და პრობლემას. შეიძლება ჩვენ გქონდეს მულტიპრობლემა, ჩამონათვალი რაღაცა ჩივილების, მაგრამ აქედან დომინანტური და ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ერთ-ერთი. და სწორედ ეს ერთ-ერთი რო ავარჩიოთ, ამისთვის რა თქმა უნდა წინასწარ დგება. ან რა პრობლემა აწუხებს მას, ეს უნდა ვიცოდეთ ბუნებრივად პრობლემათა შორის რომელია ყველაზე მთავარი. თუ კი არის ერთგვარად თაიგული, ასე ვთქვათ, რაღაცა შემაწუხებელი ფაქტორები, აქედან პირველი ყველაფერს ერთად რო არ შეერკინო ერთნაირი ძალით, საიდან იწყებ თუნდაც ეს რო იცოდე და შემდეგ რომ არ მოექცე შენივე მცდარი პროექციების ქვეშ თერაპევტი. რამდენ ხანს გრძელდება არტ თერაპიით გამოწვეული ეფექტი? ხო შეიძლება კიდევ ხო არ არის სასურველი რომ პარალელურ რეჟიმში კიდევ რაღაცა დავამატოთ ამას თუნდაც ანუ აქტიური საშუალოდ ცხოვრება. როგორც ვიცი 6 თვიანია, ხო? არა, ეს უბრალოდ ოპტიმალური პროგრამა, 6 თვიანი პროგრამა არის აი რაღაცნაირად ოპტიმალური. შეიძლება ვიღაცას ნაკლები დასჭირდეს, ვიღაცას მეტი. აქ დამოკიდებული არის სასტარტო მონაცემებზე, როგორი პრობლემა იყო, პრობლემა თვითონ შინაარსობრივად და ხარისხობრივად რამდენად მძიმეა და ასე შემდეგ, მაგრამ თავარი აქ რა არის, რომ ეს ხომ ცხოვრების მკურნალობაა, იმიტომ რომ სტრესი არის სიცოცხლე ტკივილი და სიცოცხლე ერთი და იგივეა პრაქტიკულად და დიაგნოზების უმეტესი წილი, გინდაც ფიზიკური, გინდაც ფსიქიკური, ხშირ შემთხვევაში ქრონიკულია და ის უბრალოდ იმართება. აქედან გამომდინარე, შეიძლება პაციენტი როდესღაც ისევ დაბრუნდეს შენთან, როგორც კბილის ექიმთან ხო ბრუნდებით რა პრობლემა. მაგრამ თავარი ერთ თერაპის სიკეთე არის ის, რომ შენაძლევი არ ახს ხელში. მან უკვე იცის სწრაფად როგორ დადგეს ფეხზე, მას უკვე ძალიან ბევრი პასუხი აქვს. და როდესაც ჩემ პასუხი გაქვს იმისი, რომ აი ლოგინის ქვეშ არავინ არ არის, ნამდვილად არავინ არ არის, შემოწმებული გაქვს, რომ ვერ ჩაგავლებს კოჭში ხელს, უკვე უფრო თამამად შედიხარ ბნელ ოთახში. აი ზარიბობს, ეხლა ჩვენი ერთ-ერთი მაყურებლისგან მოგესალმებით, დასვით თქვენი შეკითხვა. დილა მშვიდობისა. მივესალმები ჩემ შვენიერ ქალბატონ ნათიას. დედიკო, ერთი ასეთი კითხვა დაგისვაშულო. ასეთი ქვა 68 წლი. და ნობა ძალიან აი ესე იგი ვდილობ ჩემი ყველაფერი ეს აი სტრესი მაქვს ყველაფერს ესე იგი ვაკეთებ აი მუშაობას რომაც პატარა ეს გამოდივა იმიდან პრობო მოძრაო და ამას ესე იგი წევა მაქვს გავიყავ თუ ყოველთვის გადავა ფაქტებს მოძრაობას და შრომას და აი ესე გამოვიყვანე ჩემი ხარ და ის რაც ვიჩვენებ როგორც ექიმი მადლობა ზარისთვის. ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის და რადგანაც თქვენ გქონიათ იმის ენერგია, რომ ივარჯიშოთ, ფიზიკურად აქტიური იყოთ, იშრომოთ, ეს უკვე თქვენს კარგ ჯანმრთელობას ნიშნავს. იმიტომ რომ დანარჩენი დავუშვათ ოდნავ შემცირებული ენერგია, რასაც ჩვენ ასთენიას ვეძახით და არ ვაძლევთ დეპრესიის კვალიფიკაციას თუ ოდნავ გაუარესებული ბუნება განწყობა, ეს უბრალოდ ჩვეულებრივი რეაქციაა ცხოვრებისეულ ფაქტორებზე. თქვენ არ გაქვთ კონდიცია ფსიქიატრიული, როდესაც გრძნობ, რომ კი იცი რა უნდა აკეთო, მაგრამ არ შეგიძლია რომ აკეთო. მკურნალობის შედეგებზე რო ვისაუბროთ, ნათია, როგორია ხოლმე მკურნალობის შედეგები არტ თერაპიის თუ ესეც სუბიექტურია და ძალიან ინდივიდუალურია. შეგვიძლია თუ არა ზოგადი სურათი გვაჩვენოთ ამ შემთხვევაში და გითხრათ როგორია მკურნალობის ინდივიდუალური ყველაფერია, რადგან ადამიანების რესურსი არ არის თანაბარი, ადამიანების პლასტიკურობა გონების არ არის თანაბარი, მაგრამ შედეგი არის ყველასთვის. გაიჩნია ვისთვის რამდენი. გუშინ ჩვენს კაფეში, რომელიც სოციალური კაფეა, შვეიცარიელების დახმარებით, კლინიკასთან დაქვემდებარებული კაფე, სადაც ჩვენი თერაპია გავლილი ადამიანები მუშაობენ, იყო ერთი უნიჭიერესი გოგოს ანანო კაპანაძის გამოფენა, რომელიც პირველად რომ მოვიდა, მისი ნაწარმოებები იყო აი ამოდენა და პირველად მომიტანა თავისი თავი დახრუკული დამწვარი შეიძლება ითქვას და სისხლით მორწყული, ნამდვილი სისხლით. აი ესეთ მდგომარეობაში იყო, მას აღარ ჰქონდა საერთო სიცოცხლის ენერგია.
და გუშინ დელი გამოფენა ეს იყო უკვე საზოგადოებისთვის ჩვენება იმისი, როგორ აყვავდა მისი სული, რამდენად ძლიერია, ჯერ როგორი სიტყვა თქვა პრეზენტაცია ამ თავისი გამოფენის და ეს არის იმოდენა ნდობა და ნდობა შეუძლიათ ძლიერებს და ანანო არის ძალიან ძლიერი დღეს და მე დარწმუნებული ვარ რომ მის სახელს კიდე ბევრჯერ გაიგონებთ როგორც უკვე სახელოვანი არტისტის, იმიტომ რომ ეს არის უნიჭიერესი გოგო რომელმაც გაარღვია სივრცე. წარმატება უსურვოთ მას, ჩვენ კიდევ ერთი ზარი გვაქვს, ნახოთ რა პრობლემებით მოგმართავენ ამჯერად ჩვენი მაყურებლები. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. თვითონ კარგად ყოფნა შვილი თქვენ და კარგად იყავით. უთმენ პირველ არცნე საკმაოდ ხანდაზმული კალბატონი ვარ და ისე მომწონს ეს ჩვენიერი კალბატონი ეს განათლებული ქალი რომ მე არაფერი პრობლემა არ მაქვს 84 წლის ქალი ვარ მაგრამ აგი შვენიერი განათლებული კალბატონი საუბარი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი მადლობა. ისოცხლებ და კარგად იყავი ფილო და გეიხარით. როგორი კარგი ხარ, როგორი კარგი. ძალიან დიდი მადლობა. რესპონდენტი დაგვიბნიეს. არა, რესპონდენტი განკურნეს და გახადეს ბედნიერი. ძალიან კარგი. იმიტომ რომ დილის ასე დაწყება არ ვიცი. დაგვირეკეთ ხოლმე, მადლობა. ძალიან კარგად გავხდი მე და ეხლა ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ყველა ვართ ერთმანეთის თერაპევტები. კი, ასეა, დიდი მადლობა განაცემაში სტუმრობისთვის და ცხადია თქვენთან ინტერვიუ და თქვენთან საუბარი ყოველთვის განსაკუთრებული და საინტერესოა ჩვენთვის. დიდი მადლობა განაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი განაცემის სტუმარი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იყო, საუბრობდით არტ თერაპიაზე, მკურნალობის ამ მეთოდზე.